გამარჯობა, ძმების პოდკასტის მორიგი ეპიზოდის დროც დადგა და ერთკვირიანი პაუზა გამოგვივიდა, მაგრამ არა უშავს ობიექტური მიზეზების გამო ვიმყოფებით PUB 44-ში და კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ უმრავლესი მადლობა ამ ფანტასტიკურ ხალხს ამ სივრცის გადასარევი სივრცის დათმობისთვის. ძმების პოდკასტი ამ სახელწოდებით YouTube-ზე, Facebook-სა და TikTok-ზე გამოგვყვებით, გამოგვიწერეთ. მოიწონეთ ეს ვიდეო, დავიწერეთ კომენტარები და ბევრ საინტერესო ამბავს შემოგთავაზებთ ეტაპობრივად. დავიწყოთ პირველი ბლოკი და რამდენიმე საინტერესო ამბავი, რაც დაგვიგროვდა და დავიწყოთ კალათბურთით, ქართული კალათბურთით, იმიტომ რომ ვიცით უკვე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ვინ იქნებიან და ეს წილისყარ არ ყოფილიყო, გეტყოდით რომ ესპანეთი ისედაც იქნებოდა, შეგვჭა ამ ესპანეთმა ყველგან ფეხბურთი გინდა, კალათბურთი გინდა, ეს გინდა, მოკლედ ესპანეთის ნაკრები, რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეტოქე იქნება, ჯგუფში ჩვენთან ერთად არის და ესპანეთის გარდა იქნებიან კიდე პრე-ტურნირი გაიმართება საკვალიფიკაციო, წინა საკვალიფიკაციო ეტაპი, რასაც ქვია, სადაც A ჯგუფის გამარჯვებული იქნება და ეს A ჯგუფის გამარჯვებული შეიძლება იყოს ან უკრაინა, ან სლოვაკეთი და ან შვეიცარია, ხოლო D ჯგუფის მეორე ადგილოსანი, სადაც არის ხორვატია, გამოკეთილი ფავორიტი, ალბათ ერთ-ერთი ხორვატია არის, ნორვეგია ან დანია, ამ სამიდან, ამ 6-ეულიდან მოკლედ 2 მოხვდება ჩვენ ჯგუფში და ყველა მეორე სამეული უფრო საშიშია. ხო, კი ბატონო. მოკლედ ძალიან საინტერესო ამბები გველის საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე და იმედი ვიქონიოთ რომ მანქანდა ევრობასკეტი გვაქვს და მაგაზე ჯერ ისე ვერ ვფიქრობ. ხო, ეს სამომავლო არის, კი ბატონო, მაგრამ მანამდე ხო ევრობასკეტზე ესპანეთი, რა თქმა უნდა, აქაც არის საბერძნეთი, არის მასპინძელი კვიპროსი, იტალია და ბოსნია, ჰერცეგოვინა, მოკლედ აქაც ურთულესი ჯგუფი არის საქართველოს ნაკრებისთვის, თუმცა წარმატება უსურვოთ ჩვენ ნაკრებს. კარგი ამბავი, რადგან კალათბურთს ვლაპარაკობთ, ახლა გეცნობათ უკვე რომ თორნიკე შენგელია გადავიდა ბარსელონაში და ოფიციალურად ჯერ არა, მაგრამ ყველაფერი ხო, ყველაფერი შეთანხმებულია და კი ბატონო, შენგელია ითამაშებს ბარსელონაში და ეს ნახტომი არის წინ ვირტუსიდან ბარსელონაში, ასე რომ წარმატებები ქართულ კალათბურთელებს ყველა შემთხვევაში და იმედია რომ როგორც ხელბურთელები გავიდნენ ზედიზედ მეორედ და ამაზე ვილაპარაკებთ ჩვენ დღეს აუცილებლად, ხელბურთელები გავიდნენ ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე, ისე კალათბურთელები ზედიზედ მეორედ მოახერხებენ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას. უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ UFC 317 ივენტზე გაიმართება ილია თოფურიას. როდის? 28 ივნისს, უკვე ჩვენთან 29-ში გადავა. კი ბატონო. შენი დაბადების დღე და მე მინდოდა რომ ხო. და ილია თოფურია უკვე ვიცით რომ დაუპირისპირდება ჩარლზ ოლივეირას, მახაჩევი გაიქცა, ავიდა ზედაწონაში. ნუ მესამე მსოფლიო ჩემპიონობისთვის, ანუ მესამე კამრისთვის იბრძოლებს პირველად ამ ახალწონისში, ორჯერ ერთხელ მოიგო და მეორე დაიცვა. და ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა, მე ძალიან მილიამ, რომ მე ძალიან მიყვარს ჩარლზ ოლივეირა, როგორც ადამიანია და როგორც სპორტსმენია და ვეცდებიო, რომ ძალიან არ ვცემო ისე მოუგო. ნუ რა ვიცი, ყველას გჯერა რომ ილია ჩემთვის პირადად მარტო. სხვა შორის ოლივეირა თამამად შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ლეგენდარული მებრძოლია, იმიტომ რომ მე მგონი ერთადერთია UFC-ს ისტორიაში, რომელსაც ყველაზე ნაადრევად აქვს ბროლები დასრულებული. ხო, ყველაზე მეტი ბრძოლა აქვს ნაადრევად დამთავრებული UFC-ს ისტორიაში და არა შიდა მძიმე ხელები აქვს, მაგრამ არაფერს შეშინია, როცა არა, ხო, ილია თოფურია როცა არის. ეხლა ილიამ რა უნდა ქნას? ცი, შემდეგ წონაში უნდა გაყვეს მახაჩოს, თუ იქითანაც გაიქცეს. მაგას სხვადასხვა მიდის. მე იქაც გაყვეს და კარიერა უნდა ამთავრებინოს არსებობა. ხო, მაგას ჩარლზ ოლივეირაც ილაპარაკა, რომ ილია ერთ-ერთი ყველაზე მაგარიაო და მან UFC-ს უდიდესი ისტორია დაწერაო, მაგრამ მახაჩევზე ცოტა დაბალი რანგით ქვემოთ არისო ჩემთვისო და არ მგონია რომ ანუ ილიას მაგამდე ქონდა ეგ ნათქვამი რომ ძალიან მიყვარსო და ისე ავცემო და მგონი ამ კომენტარის მე მიყვარსო, მაგრამ მაინც მაგრა ვცემო. უფრო მაგრად მოხდება ჩარლზ ოლივეირას და ნუ რა ვიცი, წარმატებები უსურვოთ ილიას და აქვე მე ჩემი პროგნოზი, მოდი ვიტყვი, თვენახევარი დარჩა ხო იქამდე და ჩემი პროგნოზით მაქსიმუმი არის მეორე რაუნდი. აი ეს დავამახსოვრე და მე რა აი ეს ამოვჭრათ. ტოგზე ამას დავდებ და მაქსიმუმი წააგოს, კი. მაქსიმუმი მეორე რაუნდის შუა ნაწილი არის მაქსიმუმი, სადაც როცა ილია დაანოკაუტებს ოლივერას. ხო, სანამ ილიამ დამივალთ, ილიას ბრძოლა სანამ გაიმართება, აქვე გავიხსენოთ რომ 8 ივნისს იქნება მერაბ დვალიშვილის, კი ბატონო. ისიც მესამე ტიტულისთვის იბრძოლებს.
რევანში არის შონომალისთან და შონომალი როგორც განაცხადა, წინაზე უბრალოდ ლაპარაკობდიო და გამოჩნდა რომ საქმეშიო სუსტი აღმოჩნდიო მერებთან შედარებითო და ყველანაირად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეხლა მაინც დავამარცხო ჩვენი ქართველი მანქანაო და ვნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. ამ ეპიზოდის დადებიდან მეორე დღეს, ანუ 4 შაბათს ევროპა ლიგის ფინალია. ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მანჩესტერი ტოტენჰემზია საუბარი, რომელმა ერთმა ბოდო გლიმტი გამოტიშა ასპარეზობიდან ევროპა ლიგის ნახევარფინალში, მეორემ კი ბილბაოს მაგრამ მოუგო. მაგრამ ისიც აღმოჩნდა, რომ ფინალი იქნება სან-მამეზე ბილბაოს სტადიონზე და ნუ ალბათ მაინც ფავორიტი იყო მანჩესტერი. ყველანაირად გინდა კოეფიციენტებით, გინდა ფეხბურთის თამაშით ამ სეზონში, გინდა ამით, გინდა იმით, არ გაიშვას მაგათ ფეხბურთის თამაში, მაგრამ მაინც და ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ ტოტენჰემს 3 ნახევარდაცვის 3-ვე ფეხბურთელი დააკვდება ფინალში. დეიან კულუშევსკი არ იქნება, მედისონმა ტრავმა მიიღო და სეზონი დაამთავრა და ბერგვაელი კიდე ალბათ დამთავრებული ამბავია. თან მით უმეტეს რომ მანჩესტერისთვის ეს არის ერთადერთი გზა გადაარჩინოს სეზონი და გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე, რაც არსენ ვენგერმა თქვა, რომ არ შეიძლება რომ პრემიერ ლიგის მე-17 ადგილოსანი ჩემპიონთა ლიგაზე გადიოდესო, რაც არ უნდა მოიგოს. რა გაგზითაც არ უნდა გავიდესო, მაგრამ ხო, ეს წესი ახლა არსებობს. მან საინტერესო რა იყო, იცი, ამორიმე ხო შეცვალეს შუა სეზონში და ამორიმე მე ვთქვა, რომ პრემიერ ლიგაზე რომ ხელი ჩავიქნიეთო. გავიგე, მაგრამ ახლა მე-17 ადგილზე მაინც არ უნდა გავიდეს მანჩესტერი. უკვე ოფიციალური, ანუ სულ რო 5 თამაში ახლა ზედზედ მოიგოთ და ეს ბოლო 5 თამაში ქულები არ დაეკარგათ, მაინც ისტორიულად ყველა სუდი სეზონი მანჩესტერის გულში მოთქვეს მიმართა, რომ კვირდებით, რომ სეზონს ტიტულით დავასრულებთო და ვითამაშებთ ერთ წელს ჩემპიონთა ლიგაზეო და ერთ ნაბიჯშია ამ და ალბათ ჩემი აზრით ალბათ მოიგებს კიდეც, ხო? ასე რომ ხვალ ევროპა ლიგის ფინალია და იწყება ეს ფინალების გადამწყვეტი ეტაპი. მანჩესტერს ლაპარაკს მორჩი ახლა ბარსა გახდა ძლივს ჩემპიონი დამატებით. ძლივს რატო? ძლივს, იმიტომ რომ 2 წელს წინაც მოიგეს ლა ლიგა, მაგრამ წელს 3 ტიტული გვაქვს მოგებული უკვე. და ყველანი ვაკებთ ჰანსი ფლიქს, იმიტომ რომ ეს შექმნა, მაგრამ ლამინე იალმას არ დაავიწყებია ჩავი ერნანდესი, რომელმაც თქვა რომ ანუ იამალმა თქვა რომ ეს ყველაფერი ნაშენები არის, მოსული არის აქამდე ჩავის ძალის ხმევითო და მადლობა გადაუხადა ლეგენდას მართლა ბარსელონასი. შენ 2 წელს გახსოვს ბარსელონა სად გახდა ჩემპიონი ლა ლიგაში? კი, როგორ არ ქალაქშივე ესპანიოლის სტადიონზე და გუშინაც გახდა ჩემპიონი. ქალაქშივე ესპანიოლის სტადიონზე. და გუში რა მოხდა? არ აღნიშნეს სტადიონზე, იმიტომ რომ პატივი ფლიკის ფერან ტორესმა მეორე გოლის ავტორმა გუშიდან მატჩს ფერდოსმა არა. ფერმინ ლოპესმა უკაცრავად აღნიშნა რომ ფლიკის პირადი თხოვნა იყო ყველა ფეხბურთელზე რომ პატივი უწევთ გულშემატკივარს. აქვე გავინახდეთ ლიგის ჩემპიონობას, ძალიან თხოვთ რომ მეტოქეს და მეტოქის გულშემატკივარს ეცით პატივი და არ აღნიშნოს სტადიონზეო და ძალიან კარგი კადრე იყო, ჩავსვათ აქ ფლიკი დგას, იამალი უკვე მოედანზე და საჯმა ჩავსტვინა, მორჩა თამაშ ჩემპიონები არიან და იამალი იზრდება და ეგრევე ჩადის და ფლიკი ეუბნება რომ გამოდითო. მაგის მიზეზი რაც იყო, ეგ ვთქვა 2 წელს წინ როდესაც ბარსელონა ჩემპიონი გახდა და აღნიშნეს ესპანიოლის სტადიონზე, ცუდი ამბები მოხდა, შემოარნენ გულშემატკივრები იყო ფიზიკური დაპირისპირება ფეხბურთელებთან და ნუ საბედნიეროდ გაასწრეს მე ფეხბურთელებს. არა, თუმცა ეს ჟესტი ხო ალბათ ხო, მაგრამ ჰანსი ფლიკის ეს მენტალობა და ეს მიდგომა და ეს დამოკიდებულება უკვე ძალიან რაღაცას ნიშნავს, რაც აისახება გულზე და გუნდზე და აგერ 3 ტიტული და სეზონში და რეალი რა ვიცი. ფინალში დაგვაყდა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რა. რეალი ნუ გეჩინია. 4 ის მოუგეთ. კლასიკო. ზედით 5 მოუგეთ ამხანა გულს თუ შეიყვან. ტესტს ზაფხულის თამაშს, მაგრამ ხო, ბევრი არ ვილაპარაკოთ ბარსელონაზე, იმიტომ რომ მე წინ მიდგება ხოლმე სულ ბარსელონაზე ველაპარაკე, მაგრამ მე მაინც იმეც ვიქონიებ, რომ აი ეს გუნდი დაგვინდება ბიჭებიც. და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც შეძლებს. რაფინიამ თქვა გუში, რომ მოვედიო ლა ლიგა, ისა ესპანეთშიო 3-ვე ტიტული მოვიგეთო და აღარ მაქვს ინტერესი ამის, რომ ჩემი თავი ინტერესიო და ფეხბურთელებისაც და გუნდის სახელმწიფო, რომ თავი ინტერესი არის უკვე ევროპული ტიტული. და ნაგლი ხარ თქო ნაფილი. ეგრეა რა, ხო. და ხელბურთი მინდოდა აქ ველაპარაკა. დიდი ისტორია დაწერეს ჩვენმა ბიჭებმა, მეორედ გავიდნენ ზედიზეთ ევროპის ჩემპიონატზე, არაფერი, იმიტომ რომ არა, ის ვქნათ რა, რო იცოდეს ვინც არის ის, მარტივად რო იცოდეს და დარჩეს მე უკვე თუმართან ვისაუბრებთ. დავაანონსეთ ამ უკვე. წარდგენის. ნუ მოკლედ გავედით ზედიზეთ მეორე ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან დიდი ამბავია მართლა ეს, იმიტომ რომ არ არის ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი, ეგრე მარტივი გასვლა და ზედიზეთ მეორე გავედით. მოვიგებთ საკუთარ კედლებში, მოვიგებთ საბერძნეთს ისეთი თამაში, რომ ყველი თამაში ვიყავით ჩამორჩენაში და ბოლო 10 წუთი იყო გარდამტეხი, სადაც უკვე 3 ბურთი წინ გავედით და იქ უკვე წერტილი დაისვა.
ვიცოდეთ რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოთ და ისიც თქვა ბარემ რომ წილის რო უკვე ჩატარდა მოხვდით. ტიტე კალანდაძე იყო ჩვენი სტუმარი. წყალებში ყველაფერის ჯგუფში და ევროპის ჩემპიონატი იქნება იანვარში. ხო, დანარჩენი სტუმართან ერთად და დაანონსო. ტიტე კალანდაძე იქნება ჩვენი სტუმარი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხელბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ვილაპარაკებთ ამ დიდ წარმატებაზე და მენტალობაზე და მნიშვნელობაზე და მოკლედ კარგი სტუმრის ბლოკი გამოგვივა, თუმცა აი არ მოვიწყდება, სანამ გადავალთ სტუმართან, მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, დაგვილაიქეთ, დაგვიკომენტარეთ და გამოყვებით TikTok-ზე. და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც დავამატოთ, მოდი აი ამ გადაცემიდან დავნერბოთ, რომ აი ამ გადაცემას ვინც უყურებთ, თქვენ ვინ გინდათ რომ სტუმარი იყოს, დაგვიწერეთ კომენტარებში და ჩვენ მაქსიმალურად ვესწრებით. როგორ სტუმარი, ხო? კი, კარგია. მაქსიმალურად ვესწრებით, რომ თქვენი თითოეული ადამიანის სურვილი და ნატურა არ დავარქვათ. სურვილი, ხო, ყველა თითოეული ადამიანის გულშემატკივრის ისა სურვილი დავაკმაყოფილოთ გადაცემიდან გადაცემამდე. არ გავუძლებთ, წავედით. წავედით, ტიტე კალანდაძე იქნება ჩვენი სტუმარი. საინტერესო საუბარი გვაქვს. და აი სტუმრის ბლოკით დავბრუნდით და ჩვენი სტუმარია საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდ მაგარ ამბავს უნდა ვილაპარაკოთ, ტიტე კალანდაძე. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებით. პირველ რიგში გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას თქვენ და ყველას საერთოდ მთელ ქვეყანას, იმიტომ რომ შემთხვევით არ ხდება, როცა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გადის. პირველ რიგში, მოდით მაგაზე ლაპარაკი დავიწყოთ საბერძნეთთან თამაშის შემდეგ ემოციები რომ ზედიზედ მეორედ და ვამტკიცეთ რომ შემთხვევით პირველად არ მოხვედრილ ვართ მაშინ შაშან. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩვენ გამარჯვებას და დამტკიცებას, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გუნდი ახლა შექმნილი გუნდია, ახლა ნაკრებზეა, ნათქვამი რა. კლუბზე შეიძლება ეგ ითქვას, მაგრამ ნამდვილად ესეა, რომ როდესაც შევიკრიბეთ, როდესაც მე მივედი ამ გუნდში, იქიდან წავიდა უკვე ამ გუნდის ახლებურად ჩამოყალიბება და პრინციპში დღემდეც კიდე დამტკიცების სულ ვამტკიცებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ ამის გამკეთებლები ვართ. რამასაც ზუსტადაც ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ მეორეჯერ ზედიზედ ევროპაზე გავიდნენ, ეს ისე არ ხდება, მით უმეტეს ისე სპორტში, როგორც ხელბურთია, იმიტომ რომ ხელბურთი არის ლოგიკური სპორტი. ყოველთვის ძლიერი იმარჯვებს. ძალიან სწრაფი, დინამიური, ეხა ძალიან ბევრი ბურთი, როდესაც გადის, ეს შემთხვევით არ ხდება და ერთხელ შეიძლება გაგივარდეს ორჯერ, ერთხელ მოიგო მეორე, მაგრამ ესე წარმატებები რო გრძელდება და რომ მიაჩვიეს ქართველი მაყურებელი, უკვე სასიამოვნოა და ამტკიცებენ ბიჭები, რომ ნამდვილად ღირსები არიან, დაერქვას ძლიერი მოთამაშეები და ძლიერი ხელბურთი. ხალხსახად და პროგრესს რო უყურებ ხა იმ თუნდაც პირველი ევროპის ჩემპიონატმა რამდენი რამე ასწავლა ამ მოთამაშეებს და ის გზა, რომელიც გაიარეს მეორე ევროპის ჩემპიონატამდე, აშკარაა, რომ მომატებულია პროგრესია და საბერძნეთთან თამაში. ის მე მგონი ის გარდამტეხი მენტალური მომენტიც გარდამტეხი აღმოჩნდა, როცა ვაგებდით და თამაში დავატრიალეთ თან საათ თბილისში, წნეხი, ამდენი გულშემატკივარი და მოსაგები თამაში მოვიგეთ. ხო, თან ბოდიში ჩავერთვები, ისე იყო წეღანაც მაგას ვაუბრობთ, რომ თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში მეორე ტაიმის რაღაც ბოლო 10-15 წუთამდე, ბოლო 10 წუთამდე სულ ჩამორჩენაში. მაგას ვამბობ, ხო. აი როდის შეძელით თქვენ ამ თამაშის გარდატეხა და მე უკვე აი ისტორიული გამარჯვების მოყვა. აი ეს გუნდი, ეს მოთამაშეები უკვე ყალიბდებიან, მათ უყალიბდებათ მენტალიტეტი გამარჯვებული. ამის გარეშე არ არსებობს შემოტრიალებული თამაში და ხშირად უკვე გვაჩვენეს, რომ თურმე ადრე იყო ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ მაგალითად, ისე დონეზე ვიყავით, ძლიერებს ხვდებოდით, რა თქმა უნდა, მაგრამ აი, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. აი, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. ესეთი რაღაცები ხდებოდა ხოლმე, მაგრამ ეხლა ზუსტად ძლიერები იგებენ ბოლო წუთებში და როდესაც თან ბოლო თამაშზე შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი წნეხის ქვეშ ვიყავით, იმიტომ რომ ბევრი რამე კიდევ ზუსტად დავბრუნდები იმას, რომ დასამტკიცებელი იყო, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, მით უმეტეს წინა თამაშების წინ დააჯილდოვეს ბიჭები და როგორია დღევანდელ დღეს გაჯილდოვებენ, მეორე დღეს თამაში გაქვს და შენ დასამტკიცებელი გაქვს კიდევ და ეს ძალიან ძნელი გადასალახია და ბიჭებმა ეს გადალახეს.
და ისე რა თამაში და მე დარწმუნებული ვარ და ნამდვილად ვიცი რომ ჩვენ ბიჭად ბევრად უფრო მეტი შეუძლიათ აი ესეთ თამაში მაინც დავატრიალეთ თამაში და გავიმარჯვეთ და აი იმას რომ გააკეთებს გუნდი რომელიც რომ ვერ თამაშობს კარგად და თამაში მოიგებს უკვე ბევრს ამბობს ამათ მომავალზე ამათ პოტენციალზე ესე იგი ჩვენ ბევრად მეტი შეგვიძლია რა საბერძნეთ თამაშამდე მთელი კამპანია იყო ყველა ვისაც ხმა მიუსდებოდა სადმე ყველა მოწოდებით გამოდიოდა რომ უნდა მივიდეთ აუცილებლად დარბაზში და უგულშემატკივრად საქართველოს ნაკრებს. თუმცა გქონდათ თუ არა ეს რო დაინახეთ რომ მთელი ეს დარბაზი 10000 კაციანი დარბაზი სავსეა. ეს ცოტა კიდე უფრო მეტად ალბათ ნერვიულობას აორმაგებს, თუ არა აორმაგებს ყოველ შემთხვევაში გულისცემას აჩქარებს და აი ეს რა მოცემულობა იყო, როცა დაინახეთ რომ დარბაზი სავსეა და всё, აი აქ უკვე უეჭველად მოსაგები თამაში. უეჭველად. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დაგვიდგა. ყველა იმ სპორტსმენს, ყველა იმ გამოჩენილ ადამიანს, რომელმაც გამონახა სულ რაღაც რამოდენიმე წუთი და ქართულ ხალხს შეახსენა ის, რომ ტარდებოდა რომ ამაის თამაში საბერძნეთის წინააღმდეგ და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და ნამდვილად ეს სიმართლეც იყო, რომ ისინი გვჭირდებოდა ჩვენ მათი დახმარება, იმიტომ რომ როდესაც სავსე ტრიბუნის ქვეშ თამაშობ, შენ ათმაგად მოტივირებული ხარ და ეს პირიქით მოქმედებს შენ მოწინააღმდეგეზე და ეს ერთ-ერთი იყო ის ფაქტორი, რომ მე ბოლოს და ბოლოს შემოვატრიალეთ და დაბრუნდით რა თამაში რა. და რაც შეეხება ახლა აქ გაორმაგებას, რატო გაათმაგება არა, როდესაც ხალხში ხარ, ასეთი წნეხის ქვეშ, ასეთი რაღაცა, უკვე აღარ არსებობს არაფერი, ბიჭებმა ნამდვილად ესე არის და კიდევაც დამტკიცდა და თვალსაჩინოდ ჩანდა ის, რომ თავისი ჯანმრთელობა გადადეს გვერდზე, ჩვენი კაპიტანი, ჩვენმა კაპიტანმა საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო. რამოდენიმე მოთამაშეებმა თითქოს მიკრო ტრაუმა, მაგრამ ძალიან ძნელი იყო შემდეგი თამაშის გაგრძელება, ასე რომ ყველამ თავისი თავი გადადო. ეხლა კბილაშვილი ისე დაეჭიმა ფეხი, ვეღარ დადიოდა მე თამაშის მერე. ერეკლე არსენაშვილი კიდე საერთოდ თბილისში რო ჩამოვიდა, ტვინის შერყევით ჩამოვიდა. და კლუბი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რომ სად მიდიხარო, მაგრამ მე უნდა წავიდეო საქართველოში ნაკრებისთვის უნდა ვითამაშო ჩემი ქვეყნისთვისო და არავის არ აქვს უფლება მაგის ზუსტად შედეგი სახეზეა. ზუსტად ეს არის. ის ჟენი, თავდადება, სისხლი, მონდომება, ყველაფერი ჩაიდო და ნუ ეს ყველაფერი როდესაც არის და თან სწორად როდესაც თამაშობ ის აუცილებლად შედეგი მე ბოლოს გადასავალ უნდა იყოს ამ ყველაფრის შემდეგ ეს ხალხამდე ისე უნდა მივიტანოთ რომ ხალხმა ეს გაიგოს რომ ცუდი კი არა, უბრალოდ სპორტსმენების მოწოდებები აღარ დაჭირდეთ, რომ ამ ადამიანების თამაშებზე ვიაროთ და გავავსოთ ტრიბუნები, რადგანაც გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე, მივიდეთ ევროპის ჩემპიონატზე და ვთქვათ, რომ როგორც თქვენ ახსენეთ, ესე სანამ დავიწყებდით საუბარს, სიკვდილი ჯგუფია, ხო? კი. ეხლა რო გამიკვირდა და ან რო ყოფილიყავით სხვა ჯგუფში რაღაცა არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ჩვენ ეხლა ისე დონეზე გავედით, ახსენე კიდევაც ადრე, რომ ეს არის უკვე ხელბურთის კოსმოსი. იქ არ არსებობს სუსტი გუნდი და ნებისმიერ ჯგუფში რომ მოხვედრიყავით ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ვიწყებთ, ჩვენთვის სიკვდილის ჯგუფი გამოვიდოდა, იმიტომ რომ წელს რო არის ესეთი ძლიერი ევროპის ჩემპიონატი, მე მგონი არასდროს არ ყოფილა. ყავს ისეთი გუნდი, რომელიც არის შვედეთი, უძლიერესი, ყველაფრის გამარჯვებული შეიძლება ითქვას. ასევე უკავს ყველაფრის გამარჯვებული ხორვატიას, როგორც ოლიმპიური ჩემპიონები არის, მსოფლიო, ევროპა, ყველაფერი მოგებული აქვს და წინა ჩემპიონატის ფინალისტია მსოფლიო ჩემპიონატის. უძლიერესი გუნდი და ყველამ ნახა, ვინც უცქერდა 2 წლის წინ ევროპის ჩემპიონატს, თუ როგორი გუნდი იყო ნიდერლანდები, ისევ იმ ნიდერლანდს 2 წელიწადში დიდად არაფერი არ შეიცვლებოდა, პირიქით თუ არ მოიმატებდნენ, იმიტომ რომ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუნდიც მომატებულია ნამდვილად ოსტატობაში და ბევრად უფრო ძლიერი გუნდი ვარ. ჩვენ მივდივართ ბევრად უფრო განთავისუფლებული ვიქნებით აი ამ წნეხისგან, იმიტომ რომ ვიცით როგორი გუნდები არიან, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბევრჯერ უძლიერეს გუნდთანაც შეგვიძლია ბრძოლა და რატომაც არა რომელიღაცას რო კბილი გავკრათ. უფრო დიდი წნეხი იქნება ესეთ ნაკრებებთან თამაში თუ პირიქით უფრო წნეხისგან დაცლები იქნებიან ბიჭები და მაქსიმალურად ლაღად ითამაშებენ. ახლა ლოგიკურად რომ ижელოთ წესი და კანონით ბევრად განთავისუფლებული უნდა ვიყოთ და ველოდებით ჩვენი მოთამაშეებისგან იმის მაქსიმუმს რაც შეუძლია
ჩვენ მოთამაშეებს. მინდა რომ ნაკრების მოთამაშეებზეც ვილაპარაკო და არა მხოლოდ ზოგადად ჯგუფურ კრებსის სახელზე საქართველოს ნაკრებზე. იქ ცხოვრებადზეა, რომელიც ძალიან ბევრი წლის წინ პრინციპში რამდენი წელი გავიდა იმის როცა გამოჩნდა ჯერ კიდევ მონპელიეში და ძალიან პატარა ასაკიდან. პატარა ასაკიდან და ცალსაღად ლიდერია ერთ-ერთი ამ ნაკრების და არა მხოლოდ ამ ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი, ახალგაზრდა სპორტსმენი ქართულ სპორტში. და კიდე ცხოვრებაზე ყველაზე მეტად იცნობს ჩვენი მაყურებელიც და გულშემატკივარიც. არიან კიდე ბიჭები, რომლებიც არსენაშვილი ახსენე, რომელიც ტურნირშერყევით თავი გადადოდა და ჩამოვიდა, კიდე არიან მოთამაშეები, რომლებიც არანაკლებ კი არა თუ მეც არა საქმეს აკეთებენ, მაგრამ ნაკლებმა ადამიანმა იცის მათ შესახებ. მარტო ერთი მოთამაშე ან თუნდაც 2-3 ამას ვერ შეძლებს, არ არსებობს. როგორც გითხარით, ეს ძალიან ლოგიკური და ისეთი სპორტია, რომ ყველა დონეზე, კი, ძალიან ისეთ ყველა თავის ადგილზე უნდა იყოს უძლიერესი და თავის საქმის გამკეთებელი. ნუ როგორც ნახეთ, რომ ჩვენი კაპიტანი ჩემმა კაპიტანმა ძვირმე ტრავმა მიიღო, მეორე მოთამაშე გავაშელიშვილი გავგვიგდეს, თითქოს მოთამაშეები აღარ დაგვრჩა, კბილაშვილი იყო ლამის უკვე ტრავმამდე მისული, ერეკლე ტვინის შერყევით თამაშობდა, ჩვენ ყავს ისე ძლიერი და სტაბილური მოთამაშე, როგორც არის გიორგი დიხამინჯია, მაგრამ ეხლა მე მინდა აუცილებლად აღვნიშნო ის, რომ გამარჯვება ზუსტად მოიტანეს იმ მოთამაშეებმა, რომლებიც შემოვიდნენ შეცვლაზე. ცვლილებაზე, კი, ახლა გიორგი არაშიძე ახალგაზრდა მოთამაშე ძალიან საჭირო ბურთები შეაგდო, რომელიც ჯერ გავათანაბრეთ, შემდეგ წინაც გავედით და ბოლოს სამი ბურთით რო უკვე ამან გაიტანა მესამე ბურთი, სამი ბურთი როდესაც გავეწინ, უკვე ყველაფერი ჩანდა, რომ ჩვენ უკვე ევროპის ჩემპიონატზე ვართ, უკვე აღარანაირი კითხვის ნიშანი არ იყო, მაგრამ ამას წინ მოყვა ის, რომ თქვენ თუ დააკვირდებოდით თამაშს ბევრად უფრო დინამიურად და ბევრად უფრო მონდომებით ბოლო წუთები ვითამაშეთ, ვიდრე დასაწყისში, რამაც განაპირობა იმ გუნდის, ესე ვთქვათ, დატორმუზება, ცოტა არ იყოს ხელის აკანკალებაც და რაც ჩვენ გამოვიყენეთ და აი ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის აქ ჯერ დაცვაში, როდესაც კარგად თამაშობს, მაგ დროს უკვე მეკარიც კარგად თამაშობს, დაცვაში ძალიან მაგრა თამაშდნენ ზუკა გოგავა და ერეკლე, როგორ ხმარებოდა, ერთად იდგნენ, თითქმის უკვე აღარ ყავდა ხალხი, რომ დახმარებოდა. მე ასე ვიტყვი, რომ ზუკამ თავისი საუკეთესო თამაში ითამაშა, როგორც ჟინით, მონდომებით და ასევე შესრულებით. ასევე მინდა გამოვარჩიო ვახტანგ ხელისუფლების პირველად იყო პრინციპში ასეთ დონის შესარჩევ ტურნირზე. და საკმაოდ 100%-იანი შედეგი ჰქონდა 2-დან 2. ეს ახალგაზრდა მოთამაშეც ძალიან ბევრია, რა მარტო გოლი გაიტანა. როდესაც ასე დონეზე თამაშობ, შეიძლება იყოს ის რაღაცა წნეხი, რომ შენ კი შეგიძლია, მაგრამ ნუ ბურთი არ გადის რა, ისე, იმიტომ რომ ვერ გრძნობ. ძალიან არის ეგეთი რაღაც, მაგრამ მან შეასრულა ის 2 ბურთიც გაიტანა, დასვაში ძალიან მნიშვნელოვანი ბურთები ჩაჭრა. ეს ერთი ბურთი ბოლოს მე-4 ბურთი რო გაიტანა დიხამინჯიამ და შეიძლება ითქვას, რომ წერტილი დასვა, ესეც ამის პასი იყო, ძალიან გრძელი პასი და ამას ოსტატობა ჭირდება და ამას შესრულება ჭირდება. აბსოლუტურად ყველა მინდა გამოყო არ შეიძლება, რომ ვინმეს რო ისე ვიყავით, ისე ვიტყვი, რომ ყველამ თავისი წვლილი შეიტანა ამის ჩვენი გუნდის გამარჯვებაში რა. გუნდი თუ არ არის შეკრული და ყველა ერთმანეთთან თუ რაღაცა ქიმია არ აქვს შეკრული, არ გამოდის რა. სხვანაირად და ამისი ძალიან დიდი დამსახურება, რა თქმა უნდა, თქვენი არის და რა თუ კიდე არის უფრო თქვენ თავზე. არ ვიტყვი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არის ეს ყველაფერი და მე ნამდვილად ვიტყვი, რომ ეს გუნდი როგორც ტექნიკურად, ასევე ტაქტიკურად მარტო ამ ხრივ არ იზრდება. ეს გუნდი ნამდვილად ერთ ოჯახად ჩამოყალიბდა და ერთ ორგანიზმად, სადაც არ არის დაჯგუფებები, ყველაზე ნებისმიერ ცნულს ენდომება ესეთი გუნდი, როდესაც ყველა არის ერთად შეკრული და ერთი საქმისთვის არის გამოსული მოედანზე და ყველა ერთ საქმის როლი. მაშინ ცოტა გადავახვიოთ დრო უკან და თქვენზეც ვთქვათ, როდიდან დაიწყეთ ხელბურთის თამაში და რა პოზიციას თამაშობდით და რა იყო საბოლოო ჯამში ის ოცნება, რომელიც აქამდე რომ მოხვედით, აი რას ფიქრობდით იმ ასაკში, რომელშიც ახლა ეს მოთამაშეები არიან, აი რა იქნებოდა მიზანი საბოლოო? ნუ სულ პირველი ჩემი შეხება იყო ხელბურთთან, ის რომ მამა ჩემი ნოდარი კალანდაძე იყო ხელბურთის მწვრთნელი. სკოლის პერიოდში დავიწყე მაგ დროს თამაში, მაგრამ მე რაღაცა
პირობები რაღაცა თითქოს თვითონ ფიზიკურად რაღაც პრობლემები მქონდა და დავანებე თავი რა. და უკვე სკოლას როდესაც ვამთავრებდი, ესეთ 77 სკოლაში ვსწავლობდი და იქ ხელბურთს თამაშობ ძალიან იშვიათია, რომ ხელბურთს თამაშობ სკოლაში რა. და ერთ-ერთი ვიღაც ხელბურთელი მოვიდა და თქვა, რომ ხელბურთზე შედიო, შენ შეგიძლია მონაცემები გაქვს, ხო? კი, ნუ საკმაოდ მქონდა მაშინ ბუნებრივად მქონდა მონაცემები რა. ხო და ნუ უკვე სკოლას რო ვამთავრებდი, ისეთ სიტუაცია იყო, რომ გადავწყვიტე რატომაც არა შევალმეთქი და მივედი ზუსტად მერაბ მეტრეველთან, რომელიც ახლა დღევანდელ დღეს მიზის ჩვენი ასისტენტია, სტაფის წარმომადგენელია და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, აი ამ გამარჯვებები ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ გამარჯვებებში რა. და იქიდან მოყოლებული უკვე, ნუ მოწამლული ვარ ხელბურთით და რასაც შეეხება მიზნებს, ხო? მიზნები ბევრჯერ იყო, ეგრეთ ვთქვათ, მულტი მიზნები მქონდა, იმიტომ რომ ჯერ უნდა მივსულიყავი ერთ საფეხურზე, მე იქიდან უნდა განვითარება, ეგრევე პატარა დაწყებიდან რო იქ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე, ეგრე არ მქონია რა. და ნუ მაქსიმუმი რაც შეიძლებოდა ჩვენი ქვეყნიდან და რაც შეიძლებოდა საერთოდ გამიგდა, თითქმის შეიძლებოდა, არა, შეიძლებოდა კიდე მეტი, მაგრამ ნუ რაც არის. და იმის მერე, როდესაც აქტიური სპორტი დავანებე თავი სპორტს, ნუ შვილი მყავდა პატარა, მაშინ ნიკოლას გალანდაძე და მინდოდა ჩემი რაღაცა რაც მქონდა ის ცოდნა გადამეცა. ხო იყო. ამ ეტაპზე არ იყო, იმიტომ რომ ტრამვირებული კი, წინა ევროპაზე გავიდა კი, მაგრამ ევროპა არ უთამაშია, იმიტომ რომ ტრამვირებული იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ წესით უკვე ნელ-ნელა ფორმაშიც უკვე უნდა ჩადგეს და ბევრად უნდა მოძლიერდეს იანვრამდე და ნამდვილად დიდი ძალა არის ჩვენი ნაკრებისთვის. რა მაგარია ესე მამამწვრელი და ეს მამის გადმოსახედიდან შვილი ნაკრებში, როცა მართლა კარგი მოთამაშეა და ეგ ერთი შვილი. მეორე შვილი უკვე სპორტის სხვა სახეობაში, ფრენბურთი და საზღვრებს გარეთ თურქეთში ამ შემთხვევაში საკმაოდ წარმატებული და მაგარი მედია, მე რა სპორტები აი ძალიან ეტყობა, ძალიან high class. თუ ითქმის ის ამბავი, რაც მანამდე მოვყევი თურქეთში რა პრობლემები შეექმნა, მოდი მე გავთქვათ მაშინ, მაგრამ წარმატებებს უსურვებთ აუცილებლად, იმიტომ რომ ხო, ყოველთვის გამორჩეული მოთამაშე არის, როცა თამაშობს რა. და ეხლა ნაკრებს თამაშები აქვს 30-ში მიდიან, 30-ში აქვს ისლანდიაში თამაში. ჩვენ დავუბრუნდით ისლანდიიდან, ეხლა ჩემი გოგო მიდის ისევ და ისევ ნაკრების თამაშები და მინდა წარმატებები უსურვო საქართველოს ფრენბურთელთა ქალთა გუნდს. მაინტერესებს როგორ გაიზარდა, როგორ ატყობ თქვენ პოპულარიზაცია, როგორ ხდება ამ ხელბურთის საქართველოში. ანუ ალბათ ეხლა ზოგადად ეგრეა, რომ დიტურნეზე რო გადიხარ, მე უფრო მეტ ადამიანი არის დაინტერესებული, შესაბამისად მეტი ადამიანს უჩნდება სურვილი, რომ ითამაშოს. პოპულარიზაცია ძალიან გაიზარდა სულ რაღაც ამ 2 კვირის განმავლობაში. ხო. ვიტყვი ამას, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვისაც ვიცნობდი და თამაშზე იყო მოსული, უბრალოდ ესეთი ბევრი რაღაცა აქვს ნათქვამი, უი, რა სპორტი ყოფილა ესა. როგორი დინამიურიო, აი ტენისში რო არის თავს აი აკეთიკით, აი ესეთი ძალიან დიდი ფიზიკურ მონაცემები. და ეს რა კარგი საყურებელი ყოფილაო, სწრაფი, ლამაზი, ბევრი გოლი, ქართული ჯახიც არის, შეჯახება, ჭიდაობა არის, ყველაფერი არის აბსოლუტურად, კი. ნუ ეხლა მაგის გარეშე ჯერ თამაში ვერ მოიგებ და არ არსებობს ისეთ რა და თან ეხლა უემოციო ქართველი და სპორტსმენი არ მინახია მე და მე მგონია ჩვენ არ ვიქნებით გამონაკლისები და ასე რომ და მარტო აი ამ 2 კვირის გადმოსახედიდან რომ ესეთი რაღაცა ხდება, დიდი იმედი მაქვს თან მართლა დავფასდით მთავრობის მხრიდანაც ეხლა რაც მე არა ვარ არც ერთი მხარე, არც მეორე მხარე, ვთქვათ, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, სპორტსმენი ვარ, მაგრამ ხედავ, როდესაც დაფასება მოდის, თუნდაც იმ აღიარებით მე ორდენები რო გადმოგწეს, თუნდაც იმით რო პირველ თამაშზე მოვიდნენ და იმის მერე ყველა თამაშზე ჩვენს გვერდით არიან და გულშემატკივრობენ, ნახეს, ნამდვილად ვიცი, ძალიან მოეწონათ და ყურთან მიიღეს ის ჩვენი პრობლემები და დიდი იმედი გვაქვს რომ რაღაცები შეიძლება ხო, მოტივაცია რო თქვენი მონდომება დაინახეს და მე ეგ უფრო დიდ მოტივაციას გაძლევს რომ მე სიმართლე რო არ თქვა, აუც არ ვიქნებოდი რა მართლა. იანვარშია ვიცით ევროპის ჩემპიონატი, მზადების პროცესზე როდიდან შეიკრიბება ნაკრები, ეს ცოტა საომალო პერსპექტივაა.
როდიდან შეიკრიბება, როდი გადამწყვეტი მზადების გადამწყვეტი ეტაპი როდის იწყება? დაიწყო მაგალითად შესარჩევი ციკლი, ხო? ყველანი არიან საზღვარგარეთ. ჩვენ ხვდებით მაგალითად პირველი თამაში ქონდა საზღვარგარეთ. ჩვენ ხვდებით იქ და მეორე დღეს თამაში გვაქვს. ეგეთი რაღაცა არც ერთ სპორტში არ არის. ეს არის ძალიან ცუდი. ეგეთი რაღაცა აი მოუგვარებელი ევროპის ფედერაცია რო არის, არ ვიცი, ხო, შეიძლება არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ ესია, სიმართლე ესია. არასდროს მომზადება არასდროს არ გქონია და პირველ თამაშებს ყოველთვის რთულად თამაშობთ. ეს ბიჭები თამაშობენ უბრალოდ თქმით და ეხა იმის დრო არ არის რომ შეთამაშდეს. მაქსიმუმ გვაქვს ერთი კვირა და ეხა შემიძლია ვთქვა რომ ძალიან მაგრა ვიყენებთ ამ ერთ კვირას. ეგ კიდევ უფრო მეტად გმირობის ტოლფასია რა. ფაქტია, ერთ კვირას ვივარჯიშებთ, მე რამოდენიმე ამხანაგურ თამაშს ვითამაშებ და იმის მერე მიდის ყველაფერი წინ და იმედი მაქვს რომ იანვარშიც ესე იგივე გამეორდება და ისევ განვითარდება. წარმოიდგინეთ, სულ მთლიანად არის ერთი კვირა, ნაკრებს აქ ერთი კვირა, ეს კვირა team week-ი, ეგრეთ წოდებული და აი ამ ერთ კვირაში წარმოიდგინეთ, უნდა გადმოფრინდეს. ერთი ვარჯიში ვითამაშოთ, მეორე ვითამაშოთ, ვივარჯიშეთ, მერე თამაში, მერე მივფრინავთ. მერე ერთი დღე, მერე ვთამაშობ და მერე კიდე მიფრინავს სახში. სამი ფრენა არის 7 დღეში. არა ძალიან რთული. და ორი თამაში, როგორია? ხო, აი ესეთი რაღაცები ძალიან საინტერესო მნიშვნელობაა. მდგომარეობაში და თან ჩვენ ერთ-ერთ ცუდ მდგომარეობაში იმიტომ ვართ, რომ ჩვენ აი სადღაც საზღვარზე ვართ ევროპის. შორს და თამაში გქონდა ისლანდიაში. ხო, არა. რო გავფრინდით, ერთი დღე ვიყავით რიგაში 23 საათი. იქიდან რო გამოფრინდით, 12 საათი ვიყავით რიგის აეროპორტში. ეხლა მის ბრალი კი არა, მაგრამ ესია არა გვაქვს ფრენები. ეხლა ჩარტერი, ეხლა ჩვენ აი იმ დონეზე არა ვართ, რომ ჩარტერი ჩვენ. არა და გეკუთვნით ჩარტერი. აი მე თუ გავაგრძელებთ აი ესე, ნამდვილად იქნება მაგაზე სალაპარაკო, რომ გვეკუთვნის. აი მესამედაც გადით. კი, ღმერთს სამობითა უნდა გავასწავლოთ. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან გვიხარია თქვენი წარმატება, გულშემატკივრობთ და მოკლედ ჩვენ აქ ვართ და ყოველთვის მზად ვართ, რომ ვილაპარაკოთ იმისთვის, რომ განვითარდეს სპორტის სახეობა, განვითარდეს არა მხოლოდ ზოგადად იმისთვის ვართ, რომ ბევრი ვილაპარაკოთ სპორტზე. ამიტომ წარმატებებს გისურვებთ და დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ტიტე კალანდაძე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ამით დღეს დავამთავროთ. მომდევნო სამშაბათს შევხვდებით. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოყვებით Facebook-ზე, TikTok-სა და YouTube-ზე ძმების პოდკასტი ამ სახელწოდებით და არ მოგაკლებთ საინტერესო სტუმრებს და საინტერესო ამბებს. აბა დროებით.